მოგესალმებით. დღეს მინდა რომ მოგიყვეთ ამ პატარა ვიდეოთი, არ ვიცი რამდენად პატარა გამომივა. ჩემი გამოცდილებები. ეს დიდი ხანია მინდა რომ ეს გავაკეთო. არ ვიცი ხა ძალიან მკაცრადაც მიუდგებით ამას, იმიტომ რომ პირველად ვაკეთებ და შენიშვნებს მე გავითვალისწინებ, მაგრამ მთავარი ამ ყველაფერში იქნება ისტორიები, რომლებიც საკმაოდ ბევრი დამიგროვდა ჩემი 20 წლიანი გამოცდილებით სამედიცინო სფეროში სხვადასხვა ადგილას მუშაობის და ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება რა ყველასთვის და ზოგისთვის შეიძლება აღმოჩნდეს, როგორ თქვა, უფრო საინტერესოც, სასარგებლოც, იმიტომ რომ კარგია როცა იცი დაუშვათ რა ხდება ერთია პაციენტთან, ეს ყველასთვის ცნობილია, პაციენტი ყველა ყოფილა ერთხელ ცხოვრებაში თუ არა და პაციენტის როგორ თქვა, ახლობელითა ესეთი ნათესავიან ვინმე, მაგრამ ბევრისთვის არ არის ცნობილი რა ხდება იმ კარებს მიღმა, რომელსაც ექიმი კეტავს და შიგნით მიდის პაციენტთან მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს იცის ექიმმა, მეგთანმა და სამედიცინო პერსონალმა. და ამის შესახებ მინდა რომ მოგიყვეთ ეს ისტორიები რა. მოკლედ პირველი ჩემი შეხება სამედიცინო სფეროსთან დაიწყო. მე ვიყავი 19 წლის და სანამ ჩავაბარებდი სამედიცინო ინსტიტუტში, დავამთავრე სამედიცინო ტექნიკუმი და იყო კიდევ ესეთი განხრა, საბებიო განხრა, რასაც ეძახდნენ სამშობიაროში, მოკლედ, ვისაც შეეძლო რომ ემუშავა. პირველი ჩემი გამოცდილება, როგორც კი ესე იგი მივიღე იმისი უფლება, რომ ემუშავა, ვიყავი 19 წლის და როგორც გითხარით 90-იანი წლები და გულიკო დეიდა, ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი, რომელიც მადლიერიც ვიქნები ყოველთვის. ის იყო ჩემი მეგობრის დედა. ჩვენს უბანში ერთად ცხოვრობდით და იმის თვალწინ გავიზარდი, ასე ვთქვათ. მუშაობდა ტუბ დისპანსერში და მითხრა, რომ ესე იგი თუ მინდოდა წავსულიყავი და მემუშავა, იქ დამეწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, ძალიან გამეხარდა და დავთანხმდი, იმიტომ რომ თავიდან როდესაც ამთავრებ, ხო, ესეთ საქმიანობას იწყებ, ყოველთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს გამოცდილება და ყველა ესე მარტივად, რა თქმა უნდა, ვერ აგიყვანს სამსახურში და რადგან მე ეს გამოცდილებაც არ მქონდა, მაგრამ ცოდნა კი მქონდა, მაგრამ პრაქტიკულ გამოცდილებაზე მაქვს საუბარი, ამიტომ ძალიან დიდი ენთუზიაზმით და იმით დავთანხმდი გულიკო დეიდას და წავედით სამსახურში. ქალბატონი გულიკო იყო არაჩვეულებრივი ექიმი, ქირურგი, ტუბ დისპანსერი, ვინც არ იცით, ეს იყო ხუდადოვზე. მაშინ ეს გეუბნებით 1994 წელია, სადღაც ესე 90-იანი წლების შუა პერიოდი და იქ მოკლედ იწვენ პაციენტები, ეს ტუბერკულოზი არის ესეთი დაავადება. ვინც არ იცის და რა ვიცი, მე მგონი ეხლა უკვე ყველაფერი იცის, რომ მაშინ იმდენად არ იყო ამისი ცოდნა, მე პირადად არ ვიცოდი. მართალი რომ გითხრათ, ესე დაწვრილებით და უფრო სიღრმისეულად. ეს იყო ძალიან ესეთი აგრესიული გადამდები დაავადება არის ტუბერკულოზი.
რომელიც აი ეს ჰაერწვეთოვანი გზით გადადის ადამიანიდან ადამიანზე და ყველას არა აქვს ესეთი აგრესიული ფორმა, მაგრამ მაინც ისეთი დაავადებაა რა, საფრთხილო, მოკლედ მოსაფრთხილებელი და ესეთი არ არის ისე მარტივი და წავედი ამ მოკლედ აი ამ საავადმყოფოში, ტუბდისპანსერში, უნდა მე მორიგე ექთნათ თავიდან. და გავიცანი ეს, ყველა მიცოდა რომ მე უნდა პარალელურად ვემზადებოდი და ჩამებარებინა, უკვე გამეგრძელებინა სწავლა და მიდგებოდნენ როგორც აბიტურიენტს და უფრო სხვანაირად უყურებდი სამედიცინო სფეროს და პაციენტს და აი ამ ყველაფერს უფრო სხვა ინტერესით და სხვა თვალით. ყველა მიმიღო როგორც გულიკოდეიდას ახლობელი, ძალიან მეხმარებოდნენ, მიხსნიდნენ ყველაფერში მარკვევდნენ. ეს იყო არაჩვეულებრივი გუნდი, რომელიც მუშაობდა ფაქტიურად შიშველი ხელებით. მე მახსოვს ისეთი უნიკალური ოპერაციები, რომლებიც არ ვიცი, შეიძლება ერთეული იყო ესე პროფესიონალურად გაკეთებული, ექინოკოკის ოპერაცია, მაგალითად ფილტვის რეზექციები, თოროკოპლასტიკები და ეს ყველაფერი კეთდებოდა შიშველი ხელებით და რატომ და როგორ გეტყოდით? გეტყვით ეხლა, ესე იგი არ იყო ესე იგი როგორ ყვიცით? საოპერაციოში იდგა აი ესე ვიტყვი რა, სალიარკის ფეჩი. აი როგორი არ ვიცი რანაირად თქვა, ფეჩი, რომელიც ათბობდა საოპერაციოს. და პაციენტი, ფაქტიურად პაციენტს მიქონდა იარაღები რომ გაესტერილებინა, იმიტომ რომ არ იყო შუქი, ან იყო გენერატორი, მაგრამ იმ გენერატორსაც თვითონ ექიმები უზრუნველყოფდნენ ამას, რომ იმის თავისი თანხებით ეყიდათ საწვავი და ეს გენერატორი აემუშავებინათ ოპერაციის დროს, რომ ის შუქი და განათება არ ჩამქრალიყო. მოკლედ აი ძალიან დაწვრილებით მე შეიძლება კიდევ ვისაუბროთ ამ თემაზე და ვიტყვი უფრო, მაგრამ აი ზოგადი მონახაზი რომ გითხრათ, მოკლედ აი ფაქტიურად აი საველე პირობებში, აი ესე ძალიან რთულ პირობებში უწევდათ ძალიან სერიოზული ოპერაციების კეთება. მე ამას ყველაფერს უყურებდი და იმ წუთას შეიძლება სხვა თვალით უყურებდი და ამდენი არ მესმოდა, მაგრამ ეხლა ამ გადასახედიდან ვხედავ რამხელა შრომა, რამხელა სიყვარული თავისი პროფესიის და ძალისხმევა იყო ჩადებული და ძალიან ბევრი პაციენტები გამოდიოდნენ, ანუ როგორ ვთქვა, ლეტალობა იყო ძალიან ცოტა. ანუ შედეგიანი იყო ესეთი, ანუ აი ესეთ პირობებში გაკეთებული ოპერაციებიც კი იყო შედეგიანი. და გამოჯამთელებული პაციენტები იყვნენ და აი ამ ოპერაციების მერე და მიდიოდნენ ესე გამოჯამთელებული და მადლიერი სახლში. მოკლედ აი ესეთ ძალიან საინტერესო და ძალიან ისეთ სფეროში მომიწია თავიდან მუშაობის დაწყება და მე იქ ვიმუშავე 6 თვე. პირველად ესეთი პატარა ის ისტორია იყო ესეთი, პაციენტები რომლებიც იწვნენ იქ, რა თქმა უნდა ეს დაავადება იყო ძალიან ისეთი გადამდები და ძალიან საფრთხილო და ზოგი ვერც ინკურნებოდა და ძალიან ხშირად თუ ინკურნებოდა ძალიან დიდი ხნის მკურნალობის პროცესი იყო, თვეები გრძელდებოდა ეს. და რაც მაშინ გამაფრთხილეს, ხო, იქ მომუშავე პერსონალმა, იქ პაციენტებს არ უნდა ეგრძნოთ, რომ შენ იმათი გეშინოდა. ანუ ადამიანების რა, შეიძლება ბაქტერიის თვითონ გეშინოდა და თავი უნდა დაგეცვა რაღაცნაირად, მაგრამ აი რომ ზედმეტად მაშინ არ იყო ისეთი განათლება რა, არც ადამიანებში ზოგადად, პაციენტი პირიქით შეიძლება გაღიზიანებულიყო ნიღბით, თავსაბურავით, აი ეს ხელთათმანებით და იმით რომ დაენახე. და პირიქით რამე ისეთი ქმედება გაეკეთებინა, ან დაეხოლებინა, ან დაეცემინებინა, ან რაღაცა, რომ
უფრო მეტად დაეზიანებინე, ასე ვთქვათ. და ამიტომ აი ეს იყო ძალიან ისეთი ბეწვის ხიდი, რომელსაც გადიოდა სამედიცინო პერსონალი იქ. ერთ-ერთ მორიგეობაზე მახსოვს ერთ-ერთი ისეთი სიტუაცია იყო, რომ ინექცია უნდა გამეკეთებინა ვენაში და პაციენტებმა დამიძახეს თვითონ რაღაცნაირად კეთილგანწყობილი იყვნენ ჩემს მიმართ და როგორ მახსოვს ესეთი არასამუშაო დღე იყო, შაბათი იყო თუ კვირა და დამიძახეს, რომ აი ნესტანი მოდი, ვიცით რომ ეხლა ნემსია გასაკეთებელი ვენაში, ინტრავენური ინექცია და ვიცით რომ ეხლა შენ ეხლა ახალი დაწყებული გაქვს ეს და მოდი ჩვენ მოგეხმარებით და გვერდში დაგიდგებით და აბა გააკეთე და შევედი მართლაც და ესე იგი დამახვედრეს ეს გამზადებული თვითონ ნემსი, ინექცია, თვითონ წამალი, ყველაფერი გამიკვირდა სხვათა შორის, მაგრამ იმდენად იყვნენ ეს ადამიანები, როგორც ვახსენე რა, თვეობით იწვნენ და მკურნალობდნენ, რომ უკვე თვითონაც იცოდნენ ძალიან კარგად და ხშირ შემთხვევაში თუ არ იყვნენ კეთილგანწყობილი ექთნის ან სამედიცინო პერსონალის მიმართ, შეიძლება და არ შეეშვათ და თვითონ ერთმანეთისთვის გაეკეთებინათ ეს ინექციები, იმიტომ რომ როგორც გითხარით, თვეები უწევდათ მკურნალობა და აი ამის კეთება. და რომ თვითონ არ დაზიანებულიყვნენ ისევე და თავის თავს ზოგავდნენ, ასე ვთქვათ და აი ესეთი ნდობა მოვიპოვე და მივედი და შევედი ესე გაკვირვებული თავიდან გაოცებული და გაუკეთეს ყველაფერი, ძალიან გაუხარდათ, მეც კარგად გავაკეთე და მოკლედ აი ესეთი ჩემი ერთ-ერთი პირველი შეხება იყო ესეთი აი ამ სამედიცინო სფეროში, აი აქ ტუბ დისპანსერში. კიდევ იყო ისტორიები ბევრი, რომელსაც მერე გზადაგზა მოგიყვებით. მაგრამ თავარი ის არის, რომ და მინდა რომ დაგანახოთ მეორე მხარე. სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანებიც, ვინც თეთრი ხალათით დგანან. იმიტომ რომ ეს ადამიანებიც რეალურად ჩვენ ყველა დაინტერესებული ვიყავით, რომ პაციენტები კარგად ყოფილიყვნენ და როგორც გითხარით, აი ფაქტიურად ზოგჯერ შეუძლებელსაც აკეთებდნენ ხოლმე. ხოდა მოკლედ ეს ჩემი ისტორიების ერთ-ერთი ნაწილი და იმედი მაქვს თუ მოგეწონებათ და საინტერესო იქნება კომენტარებშიც დამიწერეთ და პატარ-პატარა ესეთ ისტორიებს მოგიყვებით ხოლმე.